ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც იმართება ახალგაზრდული პარლამენტის შერჩევის მეორე ეტაპი. დღეს არის ბოლო გადამწყვეტი გასაუბრება. დღესვე შეჯამდება მთლიანი კასტინგის მონაცემები. კომისია 312 კანდიდატიდან 100 საუკეთესოს ამოარჩევს. 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი არის ძალიან პოპულარული პროექტი ახალგაზრდებში. ეს ყველაფერი ისახა ასევე აპლიკაციების ხარისხზე და რაოდენობაზე. დაახლოებით 1300-მდე განაცხადი შემოვიდა, რომელთაც სურდათ გამხდარიყვნენ 2013 მოწვევის პარლამენტარები. ამ განაცხადებიდან მეორე ეტაპისთვის შეირჩა 315-მდე აპლიკანტი, რომლებიც ამ ეტაპზე გადიან გასაუბრებას სპეციალურად ჩამოყალიბებულ კომისიასთან, რომლის საფუძველზეც ჩვენ შევარჩევთ იმას ახალგაზრდას, რომელსაც 1 წლის განმავლობაში მიეცემათ ახალგაზრდა პარლამენტარის მანდატი. საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში მონაწილეობა გადავწყვიტე, იმიტომ რომ მივიღო ჩემი როლი, შევიტანო ჩემი წვლილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ვთვლი ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი დემოკრატიისაკენ, რომ ხალხს ყველა ადამიანი შეიტანს თავის წვლილს საქართველოს განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული პარლამენტის პროექტი ძალიან დადებითი მოვლენაა, იმიტომ რომ უნიკალურ შანსს ახალგაზრდებს, რომელსაც განსხვავებული შეხედულებები აქვს საერთოდ ცხოვრებაზე, ქვეყნის მოწყობაზე, შეხვდნენ ერთ სივრცეში და იმუშაون ერთ ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც არა მარტო მათი პიროვნული პრობლემა, არამედ ზოგადად ქვეყნისა და საზოგადოების პრობლემაა. ძალიან ბევრი პერსპექტიული და კრეატიული ბავშვი მონაწილეობს ამ პროექტში და ვინაიდან რადგანაც მე ყველაზე პატარა ვარ ფაქტიურად აქ, ვერ ვიტყვი, რადგან ბევრი გამოცდილი ახალგაზრდაა ჩემთან ერთად. პროექტში იდეები, არა იდეით, არამედ იდეებით შევდივარ. არის იდეები, ჩემი მიზანი არის ახალგაზრდულ პარლამენტში დავაარსო კომისია, რომელიც იმუშავებს სოციალურ პრობლემებზე და ახალგაზრდულ საკითხებზე. ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ და ვთვლი რომ საინტერესო და საკმაოდ პერსპექტიული პროექტია. ძალიან მოტივირებული, ინიციატივიანი და ცოტა ენერგიული ახალგაზრდები არიან, რომლებიც ვფიქრობ მომავალში, როცა მოვლენ ხელისუფლების სათავეებთან, მომავალში უკვე ნამდვილად შეძლებენ თავიანთი ხედვების განხორციელებას.